BBC-ს გენერალურმა და ახალი ამბების აღმასრულებელმა დირექტორებმა თანამდებობები მას შემდეგ დატოვეს, რაც გაირგვა, რომ დოკუმენტურმა ფილმმა პანორამამ დონალდ ტრამპის გამოსვლის რედაქტირებით მაყურებელი შეცდომაში შეიყვანა და პრეზიდენტის მხრიდან 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმის წახალისების იმიტაცია შექმნა. მივიღე რთული გადაწყვეტილება, რომ ჩემი როლი აღარ იქნება თქვენი ხელმძღვანელობა. პრეზიდენტ ტრამპის შესახებ პანორამასთან დაკავშირებულმა მიმდინარე დავამ იმ ეტაპს მიაღწია, როდესაც ის ზიანს აყენებს BBC-ს ინსტიტუტს, რომელიც მიყვარს. საჯარო ცხოვრებაში ლიდერები უნდა იღებდნენ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე და სწორედ ამიტომ მე თანამდებობას ვტოვებ. მართალია შეცდომები დავუშვით, თუმცა აბსოლუტურად ნათლად ვაცხადებ, რომ ბოლოდროინდელი ბრალდებები BBC News-ის ინსტიტუციური მიკერძოებულობის შესახებ სიცრუეა. ახალი ამბების აღმასრულებელი დირექტორის შემდეგ თანამდებობა დატოვა არხის ხელმძღვანელმაც. აზრები ორად გაიყო: არხის შეცდომა თუ დისკრედიტაციის გამიზნული მცდელობა. BBC ახლა რეპუტაციის აღდგენას ცდილობს და მაყურებელს სარედაქციო პოლიტიკის დაბალანსებას პირდება. გადადგომის გადაწყვეტილება ბევრი ფიქრის შემდეგ მივიღე. ეს ფიქრები ამ ნაკლებად მშვიდ პერიოდში უკავშირდებოდა ინტენსიურ პირად და პროფესიულ მოთხოვნებს, თუმცა გადაწყვეტილება სრულად მე მეკუთვნის და თანამდებობაზე მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში დავრჩები, სანამ შემცვლელი არ მოიძებნება. დოკუმენტური ფილმის გამოსვლის შემდეგ ტრამპის მხრიდან კრიტიკამ არ დააყოვნა. პრეზიდენტის სკანდალის შემოქმედებს კორუმპირებულ ჟურნალისტებად იხსენებს და მათი გათავისუფლებით კმაყოფილებას არ მალავს. ტელეგრაფს კი, რომელმაც შიდა მემორანდუმის დეტალების გამოქვეყნებით BBC-ს ხელმძღვანელი პირების არაკეთილსინდისიერება გამოაშკარავა მადლობას უხდის. მადლობა ტელეგრაფს ამ კორუმპირებული ჟურნალისტების გამოაშკარავებისთვის. ესენი არიან ძალიან არაკეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებმაც საპრეზიდენტო არჩევნების სასწორზე დადებას სცადეს. ყველაფერთან ერთად ისინი უცხო ქვეყნიდან არიან, რომელსაც ბევრი ჩვენს ნომერ პირველ მოკავშირედ მიიჩნევს. ეს დემოკრატიისთვის კატასტროფაა. ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების შემდეგ 2021 წლის 6 იანვარს დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. შტურმის დროს შეერთებული შტატების კონგრესი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ოფიციალურად ამტკიცებდა. არეულობის შედეგად 5 ადამიანი, მათ შორის 1 პოლიციელი დაიღუპა. 100-ზე მეტი კი დაშავდა.